საღამოშვიდობისა მოგესალმებით, მე გახლავართ ირმა ინაშვილი, ჩვენ ისევ შევხვდებით, როგორც აქამდე ვხვდებოდით ერთმანეთს ყოველდღიურ რეჟიმში, საღამოს 9:30-დან და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაანალიზებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, საერთაშორისო პროცესებს და ძალიან ბევრი მოვლენაა, რომლის ანალიზიც, პოლიტიკური ანალიზიც საჭიროა. დღეს ჩვენ გადაცემაში ვიქნებით შემდეგი სახით წარმოდგენილები: დავით არხანმოურავი პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე, ჩვენი პატრიოტთა ალიანსის ლიდერები მალხაზ თოფურია, ოთარ ჭითანავა და მთავარი კითხვა, რაც არის დღეს და რაც დუხს ჩვენ საზოგადოებაში და ასევე ინტერაქტივი აჩვენებს კარგად ამას ობიექტივის ინტერაქტივი. რა კრიზისია ეს ხედავს ამას ჩვენი საზოგადოება, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს. როგორ უნდა მოხდეს დაძლევა, მაგრამ ჩვენ დავიწყოთ, მოდით ბატონო დავით, რა ხდება აი ამისი ანალიზიდან და გავშალოთ ეს, მერე მივიდეთ გამოსავლამდე. ჯერ ერთი სამწუხაროდ მე არა მაქვს განცდა, რომ მთელი ჩვენი საზოგადოება აცნობიერებს, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისია, ეს პირველი. და მე ვფიქრობ და ჩემ თავსაც მოუწოდებ თქვენს მთელს ჩვენს გუნდს მოუწოდებ, რომ დღეიდან მაინც დავიწყოთ ყოველდღიურად უფრო მეტი საუბარი ამის შესახებ. ჩვენ უნდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოფება ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში. და არა მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ პოლიტიკური პირველ რიგში. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ და საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ეს ასეა. რატო? იმიტომ რომ არსებობს ახლა ორი მხარე პროპაგანდისტული, არის აღარ ვიცი ამათ ნაციონალური მოძრაობა დაუძახო, სააკაშვილის ორბიტა დაუძახო, რა დაუძახო, ვეღარ ვიგებ. რაღაცა სააკაშვილის ორბიტა, რომელიც მუდმივად ერთ რაღაცას ამბობს, ეს ტელევიზია, პრინციპში ეს ტელევიზია, ამათი ტელევიზიები ეს არის მთავარი არხი იქნება, ეს თუ ფორმულა იქნება, თუ თქვათ იქ TV პირველი თუ რომელი, ესენი კი ყვებიან და საუბრობენ იმის შესახებ, რომ კრიზისი არის, მაგრამ მე მგონი, რომ ძალიან სუბიექტურად აშუქებენ ამ საკითხებს. მეორე მხრივ არის ქართული ოცნების ტელეარხები, ეს იქნება იმედი თუ რუსთავი 2, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. თუ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლობა, საიდანაც პირიქით, იმედი და რუსთავი 2 საერთოდ გვიმტკიცებენ, რომ არაფერი არ ხდება და ყველაფერი კარგად არის. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდე ამას არ აკეთებს, მაგრამ მეტნაკლებად ჩვენი ამოცანა არის საზოგადოებას დავანახოთ რეალური სურათი. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ აი ამ პროპაგანდამ ორივე მხრიდან საზოგადოებაზე იმოქმედა, დაიღალა ხალხი. აი პირველი პუნქტი რაც ჩვენ უნდა დავინახოთ. ხალხი ძალიან დაიღალა ამ დამაბნეველი ქაოტური პროპაგანდისგან, რომელსაც ეწევა ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობის ორბიტა და მეორეს მხრივ ქართული ოცნების ორბიტა და მეტიც დაიღალა ამდენი ურთიერთწინააღმდეგობრივი ბრალდებებისგანაც და იცით როგორი რაღაც შეიქმნა, რომ ადამიანებს აღარც სურთ, რომ რაღაცა ცუდი მოისმინონ ეთერიდან. უკვე ნერვიულობენ, არაფერი ცუდის მოსმენა მათ აღარ უნდათ. სულში კრიტიკაც იგულისხმება. უკვე კრიტიკულის მოსმენაც არ სურთ, იმიტომ რომ ყველაფერი კრიტიკული უკვე გულზე ხვდებათ და მარტო უნდათ რომ რაღაცა კარგი ვილაპარაკოთ. სამწუხარო ტრაგედია ისაა, რომ კარგი არაფერი არ ხდება. ამიტომ პუნქტი პირველი, მე მესმის, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი დაიღალა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციის მიღებით და სურს, რომ მიიღოს დადებითი ინფორმაცია და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ უარყოფითია ბევრი რამ და ეს გაგრძელდება სიმართლეებს. თავარია, რომ სიმართლე უნდა ვიცოდეთ ჩვენ. შეიძლება რომ ეს კითხვა გავშალოთ ოდნავ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხალხი უფრო განწყობილია მოისმინოს პოზიტიური ინფორმაცია, ამ ხალხში რაღაცნაირად 40 წლის ზემოთ უფრო 40 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები იგულისხმება, რომლებსაც სურთ რომ რაღაცა პოზიტიური მოისმინონ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი პოზიტიური არ არის. მეორეს მხრივ ბევრ მათგანს აღარ სურს ნეგატივის გამო მივედით იმ წერტილამდე, რომ სიმართლის მოსმენაც არ სურს და ჩვენი ამოცანა არის სიმართლე მივიტანოთ. აი ავიღოთ მაგალითი ახლა, უბრალო მაგალითი. აი ვთქვათ, არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი მთელი მისი მოღვაწეობა
წარიმართა ისეთნაირად, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანებისა, ძალიან დიდი რაოდენობაა ხალხის, რომელსაც უბრალოდ კი არ უყვარცა, აი უბრალოდ გაგონებაც არ უნდათ მისი სახელის. აი გაგონებაც არ უნდათ. ესეთი რაოდენობა ხალხის ძალიან დიდი. და ამაში პირველ რიგში ვინ არის დამნაშავე? ჯერ ერთ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ისე წარმართა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ მისი სახელის გაგონება ხალხს არ უნდა და მეორე ამაში არის რა თქმა უნდა ქართული ოცნება დამნაშავე, რომელმაც გვაიძულა ისევე როგორც მანამდე გვაიძულა, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო მარგველაშვილი, მერე გვაიძულა, რომ ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი, ასევე გვაიძულებდა ხან ერთი პრემიერ-მინისტრი, ხან მეორე პრემიერ-მინისტრი. ეს ხო ფაქტია. მაგრამ ის რომ სალომე ზურაბიშვილის სახელის გაგონებაც არ უნდათ ან რაღაც ნეგატიური განწყობა აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვთქვათ რაღაც მარტივი სიმართლე. რა არის მარტივი სიმართლე? ჩვენი პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში იმდენად დიდ კრიზისშია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია საერთოდ დავიწყოთ იქიდან, რომ თავად პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და თავად პრეზიდენტის ტრამპის გაპრეზიდენტება უზარმაზარ მნიშვნელოვან მოვლენად საქართველოსთვის აქცია თავად ქართულმა ოცნებამ. ანუ ქართული ოცნება მთელი ნახევარი წელი გვიყვება და რომ აი ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ტრამპი გაპრეზიდენტება, რომ ტრამპი, ანუ გესმით, რომ არა ქართული ოცნების პროპაგანდა, ხალხი ასე არ იქნებოდა აი ამ ტრამპის გაპრეზიდენტების მოლოდინში. ქართულმა ოცნებამ შექმნა მოლოდინი, რომ აი ეს უნდა გახდეს, ეს იქნება ხსნა. და 20 იანვარი დააკავშირა გარდამტეხ თარიღთან. კი, რაც ჩვენ ცალკე უნდა ვთქვათ, რომ არა ხსნა კი არა, საერთოდ ტრამპის მე მაგალითად ყოველთვის ვიყავი დადებითად მისდანე განწყობილი და ვარ, მაგრამ ის რომ ტრამპი იხსნის საქართველოს, ეხლა ეს რაღაც აი არასერიოზული ლაპარაკია და ეს მოლოდინი ჯერ შექმნა თვითონ ჩვენმა ხელისუფლებამ. ახლა ამ მოლოდინის შექმნის დროს უცებ აღმოჩნდა ისეთი რამე, რომ ტრამპის ინაუგურაცია, ანუ ის ხდება პრეზიდენტი და ინაუგურაციაზე დაპატიჟებული არის ზურაბიშვილი სალომე და არა ვთქვათ ყაველაშვილი. ეს ხო ფაქტია. ეს ერთი, საერთოდ ქართული ოცნება არ არის იქ დაპატიჟებული, საერთოდ არავინ, ეს მეორე. მერე იწყება ლაპარაკი, რომ კი აი სალომე ზურაბიშვილი კი დაპატიჟეს, მაგრამ ის იმ სიაში არ იყო, როგორ არ იყო. სალომე ზურაბიშვილი ეწერა, ეს ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, გვაღიზიანებს თუ გვაბრაზებს, ფაქტი ერთია, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწერა იმ სიაში, სადაც იყო მოქმედი პრეზიდენტები და მოქმედი პრემიერ-მინისტრები. ზუსტად ამ სიაში ეწერა. ეხლა გავბრაზდეთ, გინდა და სულ გადავბრაზდეთ, მაგრამ ეს ესე იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რაოდენ დიდი კრიზისია პოლიტიკური და რომ ქართული ოცნება საერთოდ ვერ აცნობიერებს იმას, რაც ხდება. მერე აიო მეორე დარბაზში იყო, იმ დარბაზში. კაცო, მეორე დარბაზშიც იყო, მერე პირველ დარბაზშიც გადმოვიდა, მთავარი სხვა რამეა. აი ეს მთელი ლაპარაკები, იქ აი 2 მილიონი ღირს რო გადაიხადო, რო იქ მოხდე. ნუ საოცრებაა, ნუ თუ არ გვესმის, რომ ეხლა ეს ყველა ეს ლაპარაკი საზოგადოების ან გაბრიყვებას გულისხმობს, ან ვიღაცას აბრაზებს. ფაქტი სახეზეა ერთი. რომ ქართული ოცნება არავინ არ მიიწვია ტრამპის ინაუგურაციაზე. რაც გინდა ეხა ისაუბრე, ეს ფაქტია, ქართული ოცნება იქ არავინ არ მიიწვია და მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი. ფაქტი მეორე, როგორც გინდა გაბრაზდი, მაგრამ ფაქტი მეორე ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს და ჩაწერეს მოქმედი ქვეყნის პირველი პირების სიაში. გინდა გაბრაზდი, გინდა გამობრაზდი. ფაქტი მესამე, რომ ნამდვილად იქ სრულიად უფასოდ იწვევენ სახელმწიფოს მეთაურებს, მნიშვნელოვან პირებს და არსებობს იქ სია ბიზნესმენებისა, ვინც იხდის ფულს, მაგრამ შე რომ მიხვიდე, ეგრე კი არ შეგიშვებენ, ჯერ ამოწმებენ, ვინაა ეს ბიზნესმენი, რა არის ეს ბიზნესმენი. ამ ბიზნესმენთა სიაში ფულის გადახდით ძალიან უნდა და მოხვედრა მაგალითად ხაზარაძეს, მაგრამ ვერ მოხდა. ესეც ფაქტია. მაგრამ ქართული ოცნება საერთოდ ვერსად ვერ მოხდა და ქართული ოცნების ბიზნესმენები ვერც იმ სიაში, ვერც ამ სიაში, ეს ყველაფერი ფაქტია. და ეს ფაქტი კი არ უნდა დაუმალოთ საზოგადოებას და არ უთხრათ, რომ ეს მოხდა. ეს ფაქტი კი არ უნდა გავაქარწყლოთ, ვითომ არაფერი არ მოხდა. პირიქით უნდა ვთქვათ, სიმართლე უთხრათ ჩვენ თავს და საზოგადოებას. ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ პოლიტიკურ კრიზისშია. 2 დღეა მსჯელობს ევროპარლამენტი იმაზე, რომ მოხდეს მიღება რეზოლუციისა ბრიუსელში, სადაც ჩაიწერება, რომ არ უნდა იყოს ცნობილი საერთოდ საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მეორე ფაქტი, რაც ხდება. ეს კი არ უნდა დავმალოთ, ხალხს უნდა უთხრათ.
ანუ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რაოდენ დიდ კრიზისში ვართ. რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, აი ეს პირველი პუნქტია, სულ რასაც ვაპარაკობ. საბჭოთა კავშირი დაინგრა. იმ დღიდან მოყოლებული იყო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, სამართლიანი არჩევნები ჩატარა და ნამდვილად გახდა პრეზიდენტი, იყო სამოქალაქო ომი, იყო სახელმწიფო საბჭო, იყო პრეზიდენტი შევარდნაძე, მერე იყო სააკაშვილი, ვარდების რევოლუცია, მერე თვითონ ქართული ოცნება მოვიდა, მაგრამ მთელი ამ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე გასული 30 წლის განმავლობაში, თუ 31 თუ რამდენიც არის, თუ 32 და შეიძლება მეტიც, პირველად ხდება, რომ პრაქტიკულად არც შეერთებული შტატები და არც ევროპა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკაც და ევროპაც ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ანუ ლეგიტიმაციის პრობლემა დგას პირველად საერთაშორისო დადგა განვლილი 30 წელზე მეტი გავიდა, 33 წელი თუ რამდენიც გავიდა, პირველად ხდება კითხვის ნიშნი. ჩვენ ეს უნდა დავინახოთ. ანუ პუნქტი პირველი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეუბნებოდეთ სიმართლეს და ჩვენ არ უნდა გვაბრაზებდეს ამ სიმართლის მოსმენა. ჩვენ ერთმანეთს უნდა აუხსნათ და გავაგებინოთ, რაოდენ დიდ კრიზისშია ჩვენი ქვეყანა, რატო? არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს მომხრე ვართ, არამედ იმიტომ, რომ მოვძებნოთ ერთად გზა ამ კრიზისთან როგორ ამოვიდეთ. აი ეს არის მთავარი, რაც ჩვენ ერთმანეთს უნდა უთხრათ. გუშინ მე ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის და მაპატიე ბოდიში ჩვენ ერთმანეთს ისიც უნდა უთხრათ, ვინ არის დამნაშავე ამ კრიზისში. იმიტომ რომ დამნაშავე სწორედ ქართული ოცნებაა, ყველაფერი ამაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიყავი სტუმრად და რაღაცნაირად შევეხე სხვადასხვა თემებს, როგორც მოვასწარი იმ დროში და იქ თქვი ესეთი რამ ზუსტად გაგრძელებაა თქვენაზეც საუბრობთ იმ თემის, ხედავს თუ არა პრობლემას, როგორც პრობლემას ქართული ოცნება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი პირიქით გაურბიან ამას. და აი, როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აი პოზიტივის მოსმენა უნდა 40 წლის ზემოთ ასაკის ჩვენს თანამოქალაქეებს, მე მგონი ეს სრულად არასწორად გაიგო ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ პოზიტივის მოსმენა და ტყუილის ტირაჟირება სხვადასხვა რამეა. რეალური პოზიტივი უნდა მომასმენინო და მიდის აბსოლუტურად საბჭოთა პროპაგანდა. საბჭოთა კი არა, მე ვიტყოდი ჩვენ დავემსგავსეთ ჩრდილოეთ კორეას. ჯობია ეს სიტყვა ვიხმაროთ. აი მართლა. რატო იცი? ჩრდილოეთ კორეა, ესე კორეა 2-ია. ამას მათთვის აღმოჩნდა რომ არიან სამწუხაროდ არის ხალხი, პირველ რიგში ახალგაზრდები არიან, რომლებაც არ იციან რომ კორეა 2-ია, არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეა არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა დედამიწაზე, ის პოსტინდუსტრიულ სტადიაშია განვითარების და სამხრეთ კორეა უშვებს მაგალითად ყველასათვის ცნობილ ტელეფონს Samsung-ს, LG-ს, ავტომობილებს Kia, Daewoo და სხვა და არის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც არის ტოტალიტარული სახელმწიფო და ჩრდილოეთ კორეა მოატყუა თავისი მოსახლეობა, რომ ის არის ფეხბურთისში მსოფლიო ჩემპიონი. და იქ ცხოვრობს, ესე იგი, ათეულობით მილიონი კაცი, რომელსაც სჯერა რეალურად, რომ სამხრეთ კორეა არის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში. ზეიმი მოაწყეს. ჩვენ დაახლოებით ახლა ესეთ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ტრაგედიაა ქვეყანაში, უზარმაზარი პოლიტიკური კრიზისია და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოსავალი ვეძებოთ, ჩვენ ვატყუებთ ერთმანეთს, რომ ეს კრიზისი არ არის. ეხლა მე აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, თავარი ჩვენი არსი რა არის? ჩვენ რა გვინდა უთხრათ საზოგადოებას და ხელისუფლებას? ჩვენ გვინდა ქართულ ოცნებას უთხრათ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება დაუყოვნებლივ შეიქმნას დიალოგის კონსულტაციების ახალი ფორმატი. ამ ფორმატში პირველ რიგში უნდა ვიყოთ ქართული ოცნება უნდა იყოს ცხადია, ამ ფორმატში პირველ რიგში უნდა ვიყოთ პატრიოტული ძალები გაერთიანებული. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ახალგაზრდებთან, ქართული ოცნება ვერ ჩადის, ჩვენ უნდა ჩავიდეთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა, იმიტომ ახალგაზრდების სინამდვილის ძალიან ბევრია, რომელიც ასევე განწყობილი არის, სრულად არა მიშისტურად და ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი არსებული ვითარებიდან. ეს არის მთავარი. და ეს გამოსავალი რომ მოვძებნოთ, თორე საერთოდ ქართული ოცნება თავის თავსაც დაღუპავს ამ ქვეყანას და ჩვენც მიგვაყოლებს ყველას. და ეს გამოსავალი რომ მოვძებნოთ, ესეთი ფორმატი აუცილებელია დიალოგის და კონსულტაციების. და თუ ეს არ იქნა და არ იქნა უახლოეს პერიოდში, დაიღუპება ყველაფერი.
და მეორე, იმისთვის რომ ამ ფორმატმა ეფექტურად იმუშაოს, ჩვენ ერთმანეთს სიმართლე უნდა უთხრათ. არ შეიძლება ტყუილების ლაპარაკი, მაგალითად არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ქუჩაში ხალხი არ არის, რომ იქ დგას 100 კაცი, ეს ტყუილია. ან დგანან სულ მიშას მომხრე ახალგაზრდები. ქუჩაში დგას ათასობით ახალგაზრდა და ეს ათასობით ახალგაზრდა სულაც არ არის მიშას მომხრე. იქ არის ახალგაზრდები, რომლებიც რა თქმა უნდა ამ მიტინგებში და ქუჩაში ნამდვილად არიან მიშას მომხრეებიც, მაგრამ ისინი არიან ძალიან ცოტა. აი ისინი მართლა შეიძლება არიან, არ ვიცი. მთელი მიშას მომხრეები შეიძლება იქ 2000 კაცი მოგროვდეს სულ. ეს ერთი, რა თქმა უნდა, იქ არიან ვიღაცა პროვოკატორებიც, რომელსაც ჭუბი უნდა და რაღა ესეც სიმართლეა. მაგრამ არიან ასევე აქეთ ამ მხრიდანაც უგუნური ხალხი პროვოკატორები, რომლებიც ასევე რაღა ჭუბისკენ მიიწევენ. მაგრამ უმეტესი რაოდენობა ხალხის არ არის არც მიშასკენ და არც გრიშასკენ და არც რა თქმა უნდა არ არის არც ქართული ოცნები. ეს ხალხია, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება ამ ახალგაზრდებს არ უნდა რომ დაიკარგოს ის რაც აქვთ უკვე ცხოვრებაში და ჩვენ მათ უნდა ველაპარაკოთ და აუხსნათ რომ რაც აქვთ ის არ დაიკარგება მათთვის. გარანტიებიც უნდა მივცეთ და აი ეს გარანტიები მათ შორის ქართული ოცნებიდანაც უნდა იყოს. აი ეს საკითხებია, მთელი რიგი საკითხებია, როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან. პირველი ვაღიაროთ, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან. ძალიან 10-დან 9 სტუდენტს აღარ უნდა არც ეს ხელისუფლება უნდა და სხვა შორის არც მიშა უნდა. უნდა მომძებნოთ საერთო ენა, უნდა მივცეთ მათ გარანტიები, უნდა დავარწმუნოთ, რომ მომავალი მათია და ამ მომავალს მათ არავინ არ წაართმევს. აი ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. უნდა კომპლექსურად ვილაპარაკოთ და დავინახოთ, რომ არის სერიოზული პრობლემა საერთაშორისო იზოლაციაში ვართ. ესე იგი, როგორ გამოვიდეთ ამ საერთაშორისო იზოლაციიდან, როგორ ვიმუშაოთ ბრიუსელთან, როგორ ვიმუშაოთ ვაშინგტონთან, როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდებს. აი ეს მთელი რიგი საკითხების უნდა ამ ფორმატში დაისვას და უნდა იქნას განხილული და გამოსავალი მოძებნილი. აი ნაცვლად იმისა, რომ მართლა ვისხდეთ და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამ გამოსავალზე ვფიქრობდეთ, მსჯელობდეთ, ვზრუნავდეთ. ნაცვლად ამისა ცალკარში ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების განცხადებებს და ერთ-ერთი ესეთი განცხადება უკავშირდება ტრადიციულად ისეთი თემაა, მოკლედ. დამნაშავეების დასჯის შესახებ, აი საერთოდ რომ აი არ ჯდება სიტუაციურ ლოგიკაში, საერთოდ აცდენილი როა ყველაფერს და კიდევ დომინირებს ეს თემა, რომ თითქოს და დამნაშავეები უნდა დასაჯონ. ჯერ აქ არის რამდენიმე საკითხი. ვის ჯიან, აი ესეც ხო საინტერესოა უკვე. ვინ უნდა და აი პირველი პრობლემა რა არის, აი გუშინ მე უყურებდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ გამოდიოდი, კარგად ჩემი აზრით ცხინვალე გამოსვლა ჰქონდა. მაგრამ შენამდე გამოდიოდა ხან ქალბატონი სალომე სამადაშვილი, მერე ნაციონალური მოძრაობიდან იყო წევრი, რა გვარი იყო, კარგი გვარი ჰქონდა, ძალიან კარგი სხვათა შორის. პავლენიშვილი იყო, ბატონი პავლენიშვილი. ეს ძალიან კარგი გვარია პავლენიშვილების, რომ იცოდეთ საქართველოსთვის, ეს მხარგრძელების შთამომავლები არიან. და ისაუბრეს მათ, მაგრამ რითი ვიყავი გაოცებული. ნუ მაგალითად ვაოცებული ვიყავი იმით, რომ ნაციონალური აი ქალბატონი სალომე სამადაშვილი ლაპარაკობდა ტელევიზიების თავისუფლებას. ნუ ეხლა ეს არის გასაოცარი. გასაოცარი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომლის ერთ-ერთი ესეთი სახე იყო ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 40-ზე მეტი ტელეარხი წაართვეს ქვეყანას და მათ შორის ობიექტივის ლიცენზია ძალით წაიღეს და ამაზე ამაუწყებლობდნენ ალანიას არხს და მთელი ომი ჰქონდა მაგათან 10 წელი ჩვენ ამ ობიექტივის ლიცენზიის გამო. ეს არის ხალხი, რომლებმაც ნუ ტელევიზიები დაკეტეს, ძალისმიერ ესენი ლაპარაკობდნენ სიტყვის თავისუფლებას, გასაოცარია. ბატონი პავლენიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თურმე ესე იგი ნაციონალური მოძრაობა არის კონსერვატორული ძალა და ფასეულობების და ღირებულებების დონეზე ის ყოველთვის ყოფილა მემარჯვენე კონსერვატორები. მეო ვარო მორწმუნეო, მე მესმის რომ ბატონი პავლენიშვილი პატივისცემ, მორწმუნე თუა, პატივისცემ რომ ეზიარება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ეხლა მაზიარებელ კაცს რა უნდა ნაციონალურ მოძრაობაში. საოცრება ეხლა მე მახსოვს 2004 წელს მთელი ნაციონალური მოძრაობა მივიდა პირველ არხზე, მიიტანა 3 ფურცელი და მათ საბედისწეროდ ირმაინაშვილი მაშინ ჯერ კიდევ პირველ არხზე მუშაობდა და ეს 3-ვე ფურცელი
ვინ ესწრა თათბირზე იყო ზაზა შენგელია, ირმა ინაშვილი, ქალბატონი თაკო ფხაკაძე იყო, მაია რამიშვილი, ირმა ინაშვილი, აქითა მხრიდან თელი ნაცმოძრაობა ლევან რამიშვილი დაწყებული, ბოკერიათი დამთავრებული. და სამ ფურცელზე მოიტანეს პროგრამა, სადაც ეწერა, რომ პირველმა არხმა უნდა გადაიღოს ფილმები, რომ დედაოები არიან ლესბოსელები, რომ მამაოები არიან პედერასტები, რომ ვინც არაა ლესბოსელი და პედერასტი, ესენი ღამღამობით მონასტრები ერთმანეთთან დადიან და სექსი აქვთ. რომ პატრიარქი არის პედერასტი, რომ პედერასტები არიან ეპისკოპოსები და სამ ფურცელზე იყო ჩამოწერილი გეგმა. და ეს გეგმა ირმაინაშვილმა ამხილა მაშინ. პატრიარქთანაც კი იყო თვითონ საპატრიარქო გამოეხმაურა, მთელი ამბავი იყო ამაზე. ალბათ გახსოვთ და მე შეშინებული ეს ნაცმოძრაობა ეძახდა, არ ყოფილა ეგ შეხვედრა ტყუილიაო. როგორაა ტყუილი, როცა ირმაინაშვილი ესწრებოდა ამ შეხვედრას და მანვე გაასაჯაროვა და ის ხალხი ვინც იქ იჯდა მაშინ ჩუმად იყვნენ, მაგრამ წლები რო გავიდა და რო დაემხო ნაცმოძრაობა, აღიარეს რომ მართლა იყო ეს შემოხვედრა და ყველაფერი ეს იყო. და საპატრიარქო ყველა მიცის ეს ამბავი. ეს ერთეული შემთხვევა იყო. ამის მერე ეხლა მგლებს ფიზიკურად იჭერდნენ, გესმის? და ნაცმოძრაობა, რომელმაც არ დაიშურა ძალა, რომ ებრძოლა ეკლესიისთვის. ნაცმოძრაობა, რომლებიც მართლმადიდებლურ პანსიონატებს კეტავდა და იძახდა, რომ ბავშვები წარმოიდგინე, ესე იგი, რომლებიც მართლმადიდებლურ სკოლაში იზრდებიან და მამაუჩვენოს მუღლს მოდრეკილი ამბობენ, ესო ბავშვს აიძულებენ მუღლზე დაჩოქვასო და ბავშვის უფლების დარღვევაო. აი ახლა ეს ნაცმოძრაობა, რომელმაც მე მგონი 15 ივლისი იყო თუ რომელიღაც ივლისი იყო, 15-მა პარტიამ რომ მოაწერა ხელი LGBT-ს დეკლარაცია, სადაც ნაცმოძრაობა აწერს, რომ მოკლედ ყველანაირი მხარდამჭერია ამ LGBT-ს და თანამონაწილეა, რომ პირდაპირ თქვა ამ LGBT-ს. ეხლა ეს ორგანიზაცია გვეუბნება ჩვენ, რომ თურმე ესენი არიან კონსერვატორები, მემარჯვენეები, ეხლა გახდნენ, როცა თქმა და ესეთები იყვნენ და ვისი ბრალია ქართული ოცნების. ქართულ ოცნებას რა უთხარი, რომელმაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ბოკერია, რომელიც კატეგორიულად, ესე იგი, კატეგორიულად წინამდეგია ყოველგვარი ქრისტიანობის, ეხლა შობაზე სანთლით ხელში ვიხილეთ ბოკერიამ გალობელი ტაძრიდან. აი ეს რო ხდება, ჯერ ისინი რო ხალხს ეუბნებიან ამას და ყველაფერს ამას რატომღაც ისევ ტრადიციულად რუსეთს აბავენ. ესე იგი, ყველაფერი რუსეთი, ეს ხო დავიღალეთ, რომ ყველაფერი რუსეთი. და აქით ამ მხრიდან კიდე გვესმის, რომ ესენი იმად დასჯიან. ვის დასჯიან? მიშა სააკაშვილის ხეშია. მერაბიშვილმა უკვე მოიხადა სასჯელი და რაც მაგათ ხალხი აწამეს და მოკლეს, ის თუ საკმარისია ის 7 წლიანი სასჯელი, მე არ ვიცი, მაგრამ და ვის? თიკა ბოკუჩავას არაფერი არ დაუშავებია, ეს საერთოდ ახალი თაობის წარმომადგენელია და ვინ უნდა დასაჯონ? დასაჯელი არავინ არ არის, ეს ახალგაზრდები არიან, არაფერი დაუშავებიათ, ძველგაზრდები ადეიშვილი გაქცეულია და ადეიშვილზე ძებნა ვინ მოხსნა? ქართულმა ოცნებამ. ქართულმა ოცნებამ ინტერპოლს მოახსნევინა ადეიშვილზე ძებნა. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ეს ყველაფერი, რაც ხდება. ხდომაზე, პარლამენტის ხდომაზე, აღარ მახსოვს 2019 წელი იყო თუ არ ვცდები, პირდაპირ უთხრა ადეიშვილის ადვოკატმა ქართულ ოცნებას, დეპუტატი იყო კახიძე თუ არ ვცდები, ოთარ კახიძე, პირდაპირ უთხრა, რომ თქვენ არიყავითო, რომ ინტერპოლიდან ძებნიდან მოახსნევინეთ ადეიშვილი, მე მაინც ვიცი ეს. ეს ხო ყველაფერი სამარცხვინოა, ეს მთელი ეს სპექტაკლები და ეხლაც გვარწმუნებენ ვინ უნდა დასაჯონ, რანაირად უნდა დასაჯონ, დღემდე არ უხსნიან დეპუტატობას. როგორ უნდა დასაჯონ, დღემდე დეპუტატებაზე განცხადება აქვს დაწერილი მთელ ნაციონალურ მოძრაობას, ხაზარაძებს, ყველას. არც ერთს არ გაუუქმეს ეს დეპუტატობა. ვინ არ უუქმებს? ქართული ოცნება. დეპუტატობას არ უუქმებს, მაგრამ გვეუბნება, რომ დასჯის. და თანაც დასაჯელი ყველა გაქცეულია, აქ არავინ არ არის ამ ქვეყანაში, რომ დასაჯო. ვის დასჯი? არც დეპუტატობას უხსნია, არც დასაჯელი ყავს ქვეყანაში, ვინ უნდა დასაჯო? და ვისი ბრალია, რომ აი ესენი ეხლა აქ პატრიოტებად გვევლინებიან და მამულიშვილებად. ჩემი ბრალია თუ შენი, ისევ ქართული ოცნების ბრალია. აი ამ ტყუილიდან რო გამოვიდეთ, ხალხს უნდა აუხილოთ თვალები რა ხდება. იმას კი არ ვეძებთ არსებული კრიზისს და როგორ გამოვიდეთ. მორიგჯერ ჩვენ უწვდით კიდე ქართულ ოცნებას ხელს, ვეუბნებით, რომ შექმენი ეს ფორმატი მთელი 12 წელი ბიჭო, ჩვენი ბრძოლით მოხვედით. დაიკავეთ ეს თანამდებობები, ჩაიგდეთ ხელში და იმის ნაცვლად იმათ კი არა, ჩვენ გვებრძით 10 წელიწადია.
ეხლა დაღუპულები ხართ, კიდე გეუბნები შექმენი ეს ფორმატი რომ გადავრჩეთ ერთად და კიდე რაღაცა აი ზარი შემოუშვათ თორე არ ვიცი. წვიალებ, ზარია ეთერში, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ძალიან საინტერესო და ობიექტური საუბარი მიმდინარეობს. მადლობა ამისთვის და მე თხოვნა მაქვს თქვენთან, რომ უფრო ხშირად იყოთ ტელევიზიით, რომ ხალხმა მოვისმინოთ ეს რეალური სიმართლე რაც არის. თქვენ და კიდევ რეალურმა პარტიებმა უნდა გადაარჩინონ ეს ქვეყანა. მეტი სხვა გზა არ არის და თქვენ დიდ პატივს გცემთ და იმედი გვაქვს ყველა ხალხს, მაყურებლებს, რადიო მსმენელებს და დანარჩენ საზოგადოებას. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი ინტერნეტში დაიდო რომ თქვენ იცნობთ ამერიკის სახელმწიფო დივანს ახლა რომ დაინიშნა ახალგაზრდა მამაკაცი და ეს სიმართლეა? ბატონი დავითს უნდა ვკითხო ეს თუ შეიძლება. დიდი მადლობა, სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში. ნუ მარკო რუბიო, სენატორი მარკო რუბიო ეხლა გახდა სახელმწიფო მდივანი. ჩვენ შეხვედრილები ვართ ერთმანეთს. ეს იყო ალბათ 6 წლის წინ ან 7 წლის წინ. მე მახდა მაშინ ქალბატონი ირმაინაშვილიც, მე მახდა გიორგი ლომიაც და ჩემი ქალიშვილიც მახდა, როდესაც ჩვენ შევხვდით მარკო რუბიოს და ნუ არ ვიცი ახლა იმას ვერ გეტყვით რომ რაღაცა ჩემი ძმაკაცია და უახლოესი მეგობარი, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცნობთ ერთმანეთს და შეხვედრილებიც ვართ და ძალიან საინტერესო საუბარი შედგა მაშინ საქართველოზე. საქართველოზე ვარ დასაუბრები, მაგრამ მაშინ სენატორი იყო. ეხლა სახელმწიფო მდივანი გახდა, ეს ბევრად უფრო დიდი ფაქტურად მეორე კაცია სახელმწიფოში და ეს სხვა პოსტია, სხვა თანამდებობაა და დონეც სხვა არის. ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია რომ აი როცა ვლაპარაკობ მე რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ფორმატის საკონსულტაციო. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ დიდი პრობლემების წინაშე და რომ ჩვენ თავს უნდა უშველოთ და ამ პრობლემებიდან ქვეყანა უნდა ამოვიყვანოთ. და ჩვენ პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ უნდა აღიაროს, რომ მას აღარა აქვს ძალები და აღარა აქვს რესურსი, რომ უშველოს ამ ქვეყანას. და მე გეუბნებით, რომ თუ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდებით და თუ ჩვენ ეს დაგვევალება, მე ვამბობ, რომ ჯერ არ არის ყველაფერი დაღუპული, შესაძლებელია ამერიკასთანაც საუბარი, ბრიუსელთანაც საუბარი. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სწორედ ციხის კადრებმა შეცვალა წინა რეჟიმი და მან მარტო ის კი არ იყო, მაშინ ეს იყო ძალიან რთული საქმე, ძალიან რთული. და ბუნებრივია, თავარი იქ იყო არა წამების კადრები, წამების კადრებს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. დასავლეთისთვის თავარი იყო კარანტინის კადრები, სადაც გამოჩნდა სისტემური დანაშაული. ეს კადრები გადაიღო, ამის გადაღება, მთელი ამბეს ფაქტურად მთელი სპეცოპერაცია ჩავატარეთ. ჩემი სიძე გიორგი ლომია ხელმძღვანელობდა, ჩემი ქალიშვილის ქმარი. ეხლა ვის დავავალებდით მას? მან შეასრულა ეს ამოცანა, მან დაგეგმა, მან მოიფიქრა ყველა დეტალი დაგეგმა და განახორციელა 10-იანზე ეგ საქმე და ეს ახლა სიცოცხლის რისკის ფასად მოხდა, აბა ახლა მასე კი არ იყო იმ დროს. ამის გამო კლავდნენ ხალხს. მაგრამ ეს გაკეთდა. შემდეგ უზარმაზარი სამუშაო იყო ჩატარებული ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც და ჩვენ ჩავატარეთ ეს სამუშაო. ჩვენ ჩავატარეთ. ძალიან დიდი სამუშაო შევასრულეთ ბრიუსელში, ძალიან დიდი სამუშაო შევასრულეთ ვაშინგტონში. ქალბატონი კეთრინ ეშტონი იყო ფაქტობრივად მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი მთელი ევროკავშირის. უმაღლესი ევროკომისარი უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში. მან მაშინ განცხადება გააკეთა და ამ განცხადების ძალიან ბევრი პოსტულატი, სწორედ ჩვენი გუნდის, აი ჩემი მაგალითად დაწერილი იყო მაშინ. და განსაკუთრებით აი ეს განცხადება მინდა გავიხსენო, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არ ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ თავზე და ქრისტიანული თავდაბლობა ამაზე არ უნდა გველა, მაგრამ ეხლა ხვდები რომ ყველაფერზე უნდა ილაპარაკო, იმიტომ არაფერს ამას არ გიფასებენ. აი როდესაც დაიწერა კეთრინ ეშტონის განცხადება და იქ კაფიო წერია ესეც სიტყვა, შეშფოთებული ვარ უაღრესად იმ შემაძრწუნებელი კადრებით და ეს ყველაფერი იყო დავით არხანოვის შრომის შედეგად ასახული კეთრინ ეშტონის განცხადებაში. მაშინ წამების კომისიის ხელმძღვანელი იყო ჩვენი მეგობარი ჰეიდი ხაუტალა
რომელთანაც ბევრი შეხვედრა იყო, დიდი სამუშაოში დავანებოთ, კაცო, ბიზნესმენები რო წავიყვანეთ და ამერიკელ სენატორებს რო შევა, ვინ გააკეთა ეს? ჩვენ, ხო? მე ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ვინც ქართველი ბიზნესმენები ჩაიყვანა, შევახვედრეთ მაშინ ჩვენ ამერიკელ სენატორებს, მათ მოყვენ რა პრობლემები იყო. ეს იყო უზარმაზარი სამუშაო. ეს იყო ის ხალხი, ბიზნესმენთა ის შემადგენლობა, რომლებსაც წაართვეს ქონება სააკაშვილის რეჟიმის დროს და სხვათა შორის ბევრ მათგანს დღესაც ეს ქონება არ დაბრუნებია, მაგალითად დათო ბეგიაშვილს. მაგალითად დავით ბეგიაშვილს დღემდე არ დაუბრუნდა და მთელი ერთი წელი მერე როცა ქართული ოცნება მოვიდა, ჩვენ დავდიოდით ამერიკაში და რო ჩამოვდიოდით, ვეუბნებოდით, რომ კაცო, ჩვენ რო ხვდებით სენატორებს, ერთ რამეს ვეუბნებით და თქვენ მიერ დანიშნული უკვე ქართული ოცნების მიერ მოწინააღმდეგის ბანაკიდან თინა ხიდაშელი ჩადის და იძახის, რომ თქვენ ხართ რუსეთის აგენტები და მიაქციეთ ამას ყურადღება. და ერთი წლის თავზე ჩვენ უთხარით ქართულ ოცნებას დავიღალეთ ჩვენი გზა თქვენ თავს არ უვლით და ჩვენ რა ისევ ყველაფერი დაიშლება, დაინგრევა და აღორძინდება ნაცმოძრაობა. არ მოისმინეს, არ უნდოდათ იმ ნაცმოძრაობის აღორძინება, უნდოდათ აღორძინეს კიდევაც. ეხლა კატასტროფულ კრიზისში ვართ და ამის აღიარებაც არ უნდა და ეხლა გეუბნებით, რომ სანამ დროა იმ ამერიკაში და იმ ბრიუსელში ჯობია ისევ ჩვენ მივხედოთ, ვისაც უნარი გვაქვს, იმიტომ რომ არა გაქვთ უნარი. არც პოლიტიკური, თქვენ ვინც იყო პოლიტიკოსები, ვინც იცოდა ბრძოლა, ყველანი გაყარეთ თქვენი რიგებიდან. თქვენ რიგებში დღეს არ არის არც ერთი მებრძოლი ადამიანი. სულ ყველა გაყარეთ იმათ ნაცვლად ვინ არის. 70% ეხლა ყოფილი ნაციონალები და მიშას ხალხი ყავთ, 20% ეს არის ხალხი, ვინც სამზარეულოში და ჩვენ რო ვიბრძოდით და იქიდან ტელევიზია 10% დარჩა იქ. გეუბნებით არ გაქვთ თქვენ არც ადამიანური რესურსი, ადამიანები ფიზიკურად აღარ ყავთ. არც სხვა რაიმე რესურსი, რომ დაალაგოთ რაღაც ამ ბრიუსელში ან ვაშინგტონში და ჩვენ გვაქვს. არ გაქვთ თქვენ რესურსი, რომ ქვეყნის შიგნით დაამშვიდოთ რაღაც სიტუაცია. ჩვენ გვაქვს. არ გაქვთ რესურსი, რომ გამოსავთ თქვენ ისევ აბრძოლებთ, ჩვენთან აგრძელებთ ბრძოლას. აი ხა რა იყო 2000, აი ეს არჩევნები. ჩვენი პროცენტები მოიპარეთ ისევ და იმათ მიეცით. მორიგჯერ. და გეუბნებით, კაცო, გამოფხიზლდით. თქვენ თავსაც დაღუპავთ, ამ ქვეყანასაც დაღუპავთ და ყველას დაღუპავთ ჩვენ. ჩვენი მთავარი არსი არის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ პირველი. მეორე, გავაცნობიეროთ რაოდენ ღრმა კრიზისია. მესამე, ვაღიაროთ, რომ თქვენ მოსპეთ ყველა ლიდერი, ყველა გაყარეთ და აღარ გაქვთ არაფრის რესურსი. მეოთხე, შევქმნათ ფორმატი დიალოგის, კონსულტაციის, გადავინაწილოთ ფუნქციები და რისი გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია გადავწყვეტ. აქაც შეიძლება ჯერ და იქაც კიდე ბრძოლა და ცოტა ხანში ეს შანსის დაიკარგება. გამოფხიზლდით და ეგ სათვალე მოიხსენით და ნუ ატყუებთ ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის. ზარია კიდევ ერთი ჩვენს ეთერში საღამშვიდობისა გამოფხიზლდით. ალო? ისაუბრეთ. ალო, ჩამრთეთ? დიახ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ახლა მიგდეთ ყური არ დამიკიდოთ ხურმილი. აი, უყურებთ ამ ჭკვიან კაცს. დათო ქარხარ მოურავს და ვადარებთ ტრამპს. ტრამპი. ჩვენ გხამდეს დათო ქარხარ მოურავი და მაგალითი ამიღოთ ტრამპისგან სირცხილი არა გვაქვს ქართველებო. გამოფხიზლდით. აი ახალგაზრდები უზის კიდე და ბატონი მალხაზი და აი ქალბატონი ირმა. ჭკვით გატენილი ხალხი, პატრიოტი ხალხი. სადაც ვიყუროთ ჩვენ ამ კინდოებს, ამ გამყიდველებს. დიდი მადლობა ზარისთვის. სამწუხარო რომ ჩვენ გადაცემის ამ ნაწილში ვერ ვასწრებთ ტრამპზე საუბარს, მე და თქვენ ბატონ დავით, იმიტომ რომ ჩვენ დაგვრჩა კიდე 5 წუთი, მე გააგრძელებს მალხაზი და ოთო და დარწმუნებული ვარ რომ ისაუბრებენ, მაგრამ აი ისე გამოვიდა ოთარს და მალხაზს სიტყვა არ მივეცით, მაგრამ არ გვაპატიებენ ესენი. მე მინდა ვთქვა რომ ტრამპზე მინდა რა. არ შეიძლება აქაც თავის მოტყუება. ჩვენ და გვესმოდეს ერთი რამ, რომ ტრამპისთვის და ამერიკისთვის მთავარი მოთამაშე, მთავარი პრობლემური მოთამაშე საკვანძო ეს არის ჩინეთი და რუსეთი, ან რუსეთი და ჩინეთი, როგორც გინდათ იმ მიმდევრობით თქვით. და ტრამპის მთელი პოლიტიკა იქნება ორიენტირებული ამ პრობლემების გადაჭრაზე და არა საქართველოზე, რაც სრული სისულელია ახლა ამის ფიქრი. ჩვენ და გვესმოდეს შემდეგი პოსტულატები. პოსტულატი პირველი. ჩინეთი არის
ძალიან ძლიერი ქვეყანა, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ ფულად მოცულობაზე, ფულადი მოცულობით ჩინეთი არის თუ ქვეყნებს დავყოფთ მეორე ეკონომიკა. თუ არ დავყოფთ მესამე. აიყურეთ ამერიკის შეერთებული შტატები ფულადი მოცულობით ეკონომიკაზე ლაპარაკი, ეს არის 28.9 ტრილიონი. თლიანი ევროკავშირი არის 26.9 ტრილიონი. მაგრამ ცალ-ცალკე ქვეყნები რო ავიღოთ, ყველაზე ძლიერი დიდი ქვეყანა ევროკავშირში გერმანია სულ 5 ტრილიონია. ჩინეთი ეს არის 18 ტრილიონი. თუ ჩვენ ფულზე ვლაპარაკობთ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკაში, წვლილზე, რა წვლილი აქვს სოფლიო ეკონომიკაში, პირველ ადგილზე არის ამერიკა, მეორე ადგილზე სოფლიო ეკონომიკის 27.9% არის ამერიკა. ევროკავშირს თუ ვილაპარაკებთ გაერთიანებულს ის იქნება მეორე, ეს იქნება დაახლოებით 21.9%, მაგრამ ქვეყნებად თუ დავყოფთ, მეორე ადგილზე იქნება იაპონია, მას დაახლოებით 11%-ია მისი წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში, მერე გერმანია დაახლოებით 10 და მერე ჩინეთი. ეს არის 9.2%. მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპებით ჩინეთი შედის 4-ში წვლილით და ფულით მეორე ადგილზეა და თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი, ანუ სიჩქარე, რა სიჩქარით ვითარდება ეკონომიკა, ჩინეთი არის პირველ ადგილზე. ჩინეთი იმდენად სწრაფად ვითარდება ეკონომიკურად, ორჯერ უსწრებს ამერიკას მაგალითად და ამერიკას ეს ესმის. ის ხვდება რომ 10-15 წელი და ჩინეთი გაუსწრებს, ამას ხვდება. ამიტომ და ვის დღეს ვისი ეკონომიკაც უფრო ძლიერია, ის მართავს სოფლიოს. ამიტომ ამერიკა პირველ რიგში ჩინეთს ხედავს როგორც უზარმაზარ კონკურენტს. ამერიკის დაუმალავად ეს შეიძლება ცუდად ჟღერს და ულამაზოთ, ეხლა მე თუ ეკონომიკურად ვითარდები, რატომ უნდა შემაჩერო შენ მე? მაგრამ სოფლიო ბოროტია. ამერიკის ნაციონალური ამოცანების პირველ ამოცანად არის ჩინეთის ზრდის ტემპის შემცირება, ანუ ჩინეთი რო სწრაფად აღარ ვითარდებოდეს, რო შენელდეს მისი განვითარების ტემპი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ამოცანა. დღეს რაოდენ ცუდად არ უნდა ჟღერდეს ეს. მეორე ამოცანა ეს არის რუსეთი, სადაც ეკონომიკაზე კი არაა საუბარი, თუმცა ათეულში რუსეთი შედის სოფლიო ეკონომიკის ათეულში. აქ არის სამხედრო, რუსეთის სამხედრო განვითარების ტემპები არის ძალიან დიდი. რუსეთს აქ კი არა, რომელიც ამერიკასაც კი არა აქ და ამერიკის ამოცანა არის რუსეთის აი ეს სამხედრო პოტენციალის ზრდა როგორმე შეაცმციროს. ამიტომ ორი საკვანძო ამოცანა აქვს. ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალის შემცირება, შენელება, რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება, შენელება. თუ ეს ორი შეერთდა კიდე სამხედრო პოტენციალი და ეკონომიკა ჩინეთის ამას ხედავს ამერიკა, თუ გაერთიანდა ჩინეთი და თუ გაერთიანდა რუსეთი და ეს სახეზია რომ ეს გაერთიანება მიდის, ეს იქნება კატასტროფა ამერიკისთვის. პირდაპირ ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ არის ამერიკის ისტორიაში დღეს. ამიტომ რა თქმა უნდა ტრამპი რუსებთანაც იმუშავებს და ჩინელებთან, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ რომ მათი გაერთიანება შეუშალოს ხელი, მათი ტემპები შეამციროს სამხედრო და ეკონომიკური ზრდის. და საქართველოს თემა იქ საერთოდ არ იქნება. საქართველო ამერიკის გავლენის ქვეშ ქვეყანაა. არავინ არ დათმობს საქართველოს, ეს უნდა გავიგოთ. და რუსეთს ეხლა ეს რატო, იმიტომ რომ ქსელებში იწერება რომ ტრამპი გადასცემს რუსებს საქართველოს. ჯერ ესეთი გამოდის რომ ჩვენ არავინ არ გვეკითხება, მაგრამ ეს ვერაფერი არ გამოვა. რუსეთი ეხლა სომხეთისთვისაც კი აღარ იბძვის, კაცო, სომხეთი იმას თავისი ინტერესები აქვს, აგერ სირია დაუთმო ამერიკას. უნდა გავიგოთ ჩვენ რომ არ იქნება იქ ეგ თემა რომ ამერიკას გავლენის ქვეშ დარჩება საქართველო, იქ სულ სხვა საკითხები იქნება და მე არ მესმის რა რისი იმედი გვაქვს, რას იზავს ტრამპი. აი რას გვეტყვის ტრამპი? ტრამპი ეხლა რას იტყვის, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობა შედი პარლამენტში, თუ რას ველოდები? სხვა ვერსიაც გაჩნდა ბოლო პერიოდში, რომ აი თითქოს ტრამპის და პუტინის შეხვედრის დროს ითქმება რომ აი საქართველოს უკვე ნატოში აღარ გაწევრიანდება. ეგ სხვა საკითხია. ანუ ეს ვარიანტი ციხილება. ეს შეიძლება და ნუ რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ? ეს არაფერს არ შეცვლის ქვეყანაში. ჩვენ 15 წელია ვლაპარაკობთ რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის ნეიტრალიტეტი და ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ რომ სოფლიო მიდის იქით და ტრამპის წავა აუცილებლად შეეცდება ამ ხაზით იაროს რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ისედაც არის ნეიტრალური, რომ ესენი წავიდნენ ნეიტრალიტეტის გზით. შესაძლოა ეს, მაგრამ ეს რამენაირად კრიზისს შეცვლის. ჩვენ ქვეყანაში დღეს ნეიტრალიტეტის თემა არავისთვის საინტერესო არ არის.
წესით უნდა იყოს ძალიან საინტერესო, მაგრამ არ არის საინტერესო. დღეს კრიზისი სულ სხვაა, რომ დღეს მიდის, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და დასავლეთი მიდის იმ გზით, რომ აღიაროს ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად და თუ კიდე დავაგვიანებთ, ეს მოხდება. მოკლედ ფორმატი უნდა შეიქმნას და ქართული ოცნება უნდა მიხვდეს, რომ გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ პატრიოტულმა ძალებმა, რომლებმაც სინამდვილეში წვლილი შეიტანეს, აი ჩვენი სახით ამ ქვეყნის ხსნაში ერთხელ კიდე დაეხმარონ ქვეყანას. თუ სიჯიუტე გაგრძელდება, ქართული ოცნება ისეც უკვე მარტოა, გარშემოს უმტრებია და დაღუპვამდე მივალ ჩვენ. მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს მალხას თოფურია და ოთარ ჭიტანავა საინტერესო და მე შემოვდივარ წინადადებით, რომ ბატონი დავითის და კიზინგერის ერთობლივი მეგობრული სურათი დავდოთ და ყველა ნახოს ბოლო ადამიანები არავის არ ხვდებიან და იგონებენ რომ ვიღაცა ხვდებიან და ხო რუბიოს კიზინგერი ფიქრეთ კიზინგერზე ნუ ეს იყო ტრამპმა ერთადერთი ყველაზე ნეგატიური ადამიანი ბატონი კიზინგერი რომელიც იმას ვახსოვს მათი კონფლიქტი და მაშინ ქართულმა პოლიტიკურმა ბომოდმა დაიჭირა კიზინგერის ხარე და კიზინგერი ყოფილა ყველაზე გარეწარი, ყველაზე მტირალა მამაკაცის ტრამპის შეფასება უკვე და ნუ იგივე ბომოდი თვლის რომ ესე არის ამჯერად. როდესაც საოცრებას ვისმენთ იმის მერე რა ჩვენ ვისმენდით მთელი ნაციონალური მოძრაობა 5 წელია ტრამპს ლანძღავდა და ახლა თურმე ყველა ტრამპისტი გამოჩნდა და რა ფასეულობებზე ლაპარაკობ. აი ამას ვერ ვიგებ. ჩვენო ფასეულობები ერთი ბაიდენის ფასეულობები ტრამპის ერთი როგორაა? რომელ ფასეულობებზე ლაპარაკობენ? ვერ გავი თუ ფასეულობა ამათ მიაჩნია რომ ჩინეთი და რუსეთი არის მათი მტერი, ეს ფასეულობებიც იცვლება ამერიკაში. ჩინეთი იყო მოკეთე, ეხა გახდა მტერი. ერთი პერიოდი რუსეთი მტერი იყო, მერე მოკეთე იყო, ეხა ისე მტერი. რა ფასეულობებზია საუბარი? ეს ნაცმოძრაობაა, რომელიც ყველაფერს აბავს რუსებს. აი უნდა მიებას, ყველაფერი დააკვირდით იგივე გუშინ თქო სამადაშვილის საუბარს, ბატონი პავლენიშვილი. ყველაფერი რუსეთი, რა შუაშია რუსეთი? აი რა საერთოდ რუსეთის თემაა ეხლა ეს არჩევნები? რუსეთის თემაა ის კრიზისი, რა კავშირშია ყველა? ამ დროს პირველი რუსეთის აგენტი ვინა? სწორედ ეს ხალხი და ამათი მფარველები ავრცელებდნენ მაშინ ვერსიას, რომ ტრამპსო რუსეთი აფინანსებდა და ერეოდა ტრამპის სასარგებლოდ ამერიკულ არჩევნებში. ესენი ღიად ამბობდნენ, რომ ტრამპი პრორუსიაო და რუსეთის აგენტიაო. აგენტს არ ამბობდნენ, პრორუსი და რაღაც ირიბად ამბობდნენ, რომ ტრამპი აგენტია. კგბ-ს ლეიტენანტის წოდებით ვინ დაამთავრა ინსტიტუტი? მე მგონი მიხეილ სააკაშვილმა. მე არ დამემთავრებია. მიხეილ სააკაშვილო დაამთავრა იყო და როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა გვითხრა, ის პირდაპირ საქართველოს ჩამოვიდა დოკუმენტით, რომ საქართველოს კგბ-ში უნდა ემუშავა, მაგრამ აქ მაშინ სამოქალაქო ომი დაიწყო უკვე. გაუბედავდა ქართული ოცნების PR-მა, იმიტომ რომ მათი ნაშრომი არ იყო ეს შესანიშნავი ფილმი, რომელიც დამზადდა ამ სტუდიაში და არის მიხეილ სააკაშვილის უთხარი საბუთებით გაჯერებული, რომ ის ნამდვილად არის კგბ-ს თანამშრომელი, მთელი თავის ოჯახური იერარქიით, არც ერთ თავის არხზე არ გაუშვა, იმიტომ რომ მათი ნაშრომი არ იყო ესა და მათი უსუსური არგუმენტები, რომლებიც ძალიან სუსტი ამ ფილმთან ახლოს ვერ მივიდოდა და არც იმის მაგერად რომ ეხლა გაუშვა, რატო არ უშვებთ? აი რატო არ უშვებთ? სპექტაკლი და ეს ფილმი ხო უნდა მათ ხელში მოხვდა და მე მახსოვს. აი დაუკავშირდით ქალბატონო ირმა თქვენ იმის აი რატო არ უნდა გაუშვას ობიექტივი ტვ იმედმა რატო არ უნდა გაუშვას? მე მახსოვს ის გური რო არის შალვარამის შეუნება რომ ნახეო რა შესანიშნავი ფილმი და უცოდ მაგი დაირყევეთ ხო ფეხს ურტყავსო ეგ არ უნდა გავიდეთ ჩვენ არხზე რა იმიტომ რომ ისა მაგათ ნაშრომი არ არის რა ხო და ვაძლევთ ხო ვინმეს ექსკლუზივზე ფული ვთხოვეთ თუ რა ვთხოვეთ პირდაპირ ვაძლევთ ხო არა ბატონო არ უნდათ იმიტომ რომ თუ ისინი სათავეში თვითონ არ არიან არაფერი არ უნდა და ეს ძალიან ცუდია რა გვერდზე დგომა რო არ გჭირდება ადამიანს ხარზე ხელის გადახოვა და აი გვერდში დადგომაც რო არ გჭირდება იმიტომ რომ იმის შიში გაქვს რომ სხვაც არ გამოჩნდეს ხო ეს არის აი კატასტროფა რა და არ შეიძლება ესეთი მართლა თვითონ ბიძინა ივანიშვილი მეწოდება რომელსაც ძალიან აი არ ვიცი ალბათ ძალიან ცუდი რაღაცა ჩვენ გემშვიდობებით ბატონი ხანმოურავი და გემშვიდობებით და ობიექტივი განაგრძობს მაუწყებლობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნებით ეთერში ნახვამდის